სკოლები გვამსტობენ მე ასტროლოგი და ტელესამყარო მიხეილ ცაგარელი კვლავ თქვენთან ერთად ვარ და დღეს ჩვენ საუბრობთ და ვაგრძელებთ უბრალოდ საუბარს ასტროლოგიაზე და იმაზე თუ როგორ იქნება ეს კვირა ზოდიაქოს ნიშანთათვის ანუ საუბარია 27 ოქტომბრის და 2 ნოემბრის შუალედში მიმდინარე ასტროლოგიურ მოვლენებზე. რა ტენდენციები აქვს მოსაუბრებელი სწორედ ამას შევეხებით ამავდროულად და პირველ რიგში დავიწყოთ იმით თუ როგორ იქნება დედამიწის ენერგოველი. ეს დაამნიშნავენ ეცით იმით რომ ამ ენერგოველზეა დამოკიდებული ბევრად რამდენად საცკეთოდ ან ნაკლებ საცკეთოდ წარიმართება ადამიანთა ურთიერთობა და მინდა გითხრათ რომ ეს კვირა უნდა გამოიყენოთ იმიტომ რომ დედამიწა ჯერ კიდევ პოზიტიურ ენერგოველშია რასაც ვერ ვიტყვი შემდეგი კვირიდან. აი შემდეგი კვირიდან უკვე 3 რიცხვიდან დაახლოებით 10 ნოემბრამდე იქნება ნოემბერში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი. ამიტომ იქამდე ეს კვირა კიდევ გვაძლევს საშუალებას ყველას რომ მეტნაკლებად ასე ვთქვათ გავილაღოთ, ერთმანეთს უკეთესად გაუგოთ და უშუალოდ იდეების რეალიზაცია მოახდინოთ, ვიმოგზაუროთ და სხვა საზოგადო ცვლილებები შევიტანოთ და უშუალოდ ჩვენს ყოფა ცხოვრებაში. ეხლა მოდი აღნიშნოთ რომ ეს ტენდენციები რასაკვირველია კარგია, სასიამოვნოა, მნიშვნელოვანია უდაოდ, მაგრამ ახლა ვნახოთ კიდევ ცალკეული ზოდიაქოს ნიშნების პერსპექტივა და რადგან აღნიშნეთ რომ მთლიანობაში კვირა კარგია, აღნიშნოთ ისიც რომ ყველა ზოდიაქოს ნიშანი ამას აუცილებლად იგრძნობს. თუმცა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. აი მაგალითად დავიწყოთ ვერძის პირველი ნიშნიდან. ვერძებო, თქვენი ერგოტონუსი ნელ-ნელა კლებულობს. ოღონდ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ თქვენ დაუშვათ ახლა დაიჩივლოთ იმაზე, რომ სათანადო შრომის უნარიანობა არ გაქვთ, ან ენერგია გაკლიათ, არა. მაგრამ შედარებით წინა პერიოდთან სირთულეები აქ ცოტა იქნება მეტი ამ კუთხით. ამიტომ თავარი არის რა. ხლა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ენერგია არ გექნებათ. მაგრამ შეიძლება იმდენი არ იყოს როგორც 2 კვირის წინ. ეს ერთი. ამიტომ შედარებით შეიძლება მეტად დაიღოთ. შეიძლება მეორე ვარიანტი განხორციელდეს რა. მაგალითად გაცივდეთ ადვილად რატომ? იმიტომ რომ იმუნიტეტი როცა კლებულობს, ინფექციური დაავადებების წარმოქმნის ალბათობა მაღალია. ამიტომ ამ კუთხით ვიყოთ მოდით ყურადღებით, ფრთხილად გავაფრთხილდეთ ჯანმრთელობას, რომ არ იყოს რაიმე სახის გაცივება ან ისეთი რაღაც პრობლემა, რაც ხელში უშლის თქვენს განვითარებას. იმიტომ რომ თლიანობაში სხვა კუთხით კვირა უდაოდ კარგია. ის ხელში უწყობს ზოგიერთ თქვენი პრობლემის მოგვარებას. ასევე ეს ის პერიოდი რომ მსვლელობისას მოდი აღნიშნოთ რომ შრომის უნარიანობა გაძლევს საშუალებას რომ ზოგიერთი იდეების რეალიზაციაც მოახდინოთ, რაღაც ძველი გეგმების ასე ვთქვათ გახსენება და მათი პერსპექტივაში გადაყვანა შესაძლებელი იქნება არაერთი ფინანსური საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელი იქნება სხვაშორის ამ პერიოდში შეიძლება მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს ადრეული საქმეებიდანაც კი მოვიდეს გარკვეული დივიდენდები, პრემიები, ბონუსები შეიძლება კონტრაქტები დაიდოს ხელშეკრულებებს ხელი მოაწეროთ მოლაპარაკებისთვის ასე იქნება საკმაოდ კარგი პერიოდი ამ ხრივ ტენდენციები დადებითი ვერძებო გაქვთ უდავოდ მაგრამ ერთი მოთხოვნა კიდევ კოსმოს მნიშვნელოვანი ესე ერთი რომ ცოტა ჯანმრთელობას მიაქციოთ ყურადღება და არ გაცივდეთ და მეორე მოთხოვნა არის ენაზე კბილის დაჭერა. ანუ რასაპირებთ სადმე დიხართ რა გეგმები გაქვთ წინ და წინ გათქვავთ ყველაფერი უკვე მოწავა. ეხლა ნუ გავიწყდებათ რომ მაინც მზე შესულია საიდუმლო ნიშანში როგორც არის მორიელი. ამიტომ თქვენც ისე როგორც სხვა ნიშნებს მოეთხოვება უახლოეს ერთ თვის განმავლობაში მაქსიმალურად გასაიდუმლოება საკუთარი იდეებისა, გეგმებისა, სურვილებისა და ასე შემდგომ. მაშინ იქნებით ეცლებთ უფრო მეტად წარმატებული, ანუ ჯერ ნაბიჯი გადადგით, მერე გათქვით. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, კუროებო საკმაოდ კარგი ჰარმონიული პერიოდია. სხვაჩვენს ერგოტონუსი თქვენი ნელ-ნელა მატულობს, ჯანმრთელობა უმჯობესდება, მისი მდგომარეობა ფსიქოემოციური სტაბილურობა მეტად იჩენს თავს. ამიტომ შრომის უნარიანობაც მატულობს, ნებისყოფა, შეუპოვრობა, პრაგმატულობა თქვენში, ორგანიზატორული მონაცემები და უნიშნოთ რომ ძალიან კარგი პერიოდია პარტნიორული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად მაგალითად და შეიძლება ახალი პარტნიორული ურთიერთობა ჩამოყალიბდეს. ეს შეიძლება იყოს როგორც პირადი, რომანტიკული, სასიყვარულო, ასევე ბიზნეს საქმიანი პარტნიორული ურთიერთობა და თანამშრომლობა, ამიტომ პარტნიორული კავშირების ოპტიმიზაციის დროა. ეს ის პერიოდი, რომ მსვლელობისას შეგიძლიათ ასევე თქვენს ხელშეკრულებები დადოთ, მოლაპარაკებები აწარმოოთ, კონტრაქტებს ხელი მოაწეროთ და საკმაოდ სტაბილური, კარგი საქმიანი მათ შორის და ბიზნეს პარტნიორული ურთიერთობები ხელს შეუწყობენ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ეს არის საკმაოდ კარგი პერიოდი ქორწინებისთვის. პლუს ხელს უწყობს თქვენი შემოქმედებითი ნიჭის დონორის ახლებურად და საინტერესოდ გამოვლენას. ამიტომ ყველა ვინც დაკავშირებულია ხელოვნების პარტო სპექტრთან, პოეზიას და ლიტერატურასთან სადაც შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა საჭირო აი აქ თქვენ უდაოდ გაილაღებთ. რაც შეეხება ტყუპების
ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, აღნიშნოთ, რომ აქ უფრო მშვიდად გრძნობ თავს. თვითრწმენას საკმაოდ მაღალია მართალი იმუნიტეტი ნელ-ნელა ეცემა, მაგრამ არა იმდენად, რომ თქვენ ახლა აქტიურად ვერ იმოქმედოთ, კომუნიკაბილურობა ვერ გამოავლინოთ, ან გონება-მახვილობის პრობლემები შეექმნას, არა, ეს ყველაფერი თავის ადგილზეა და ამ კუთხით ყველაფერი კარგად არის, მაგრამ თქვენც ისევე როგორც ვერც აქვთ მაინც მთავარი პრობლემა უკავშირდება რას? ჯანმრთელობას. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ნიშნავს იმას, რომ ვერ აქტიურებდა კომუნიკაცია არა, მაგრამ ჯანმრთელობა არ გულისხმობა, აქ რა იგულისხმება პირველში ინფექციური დაავადებები, რადგან იმუნიტეტი ცოტა კლებულობს, ეგ ინფექციას შემოიჭრა ორგანიზმში ძალიან ადვილად ხდება. ამ დროს და ამიტომ ესე იგი ცოტა გავფრთხილდით ამ კუთხით, მიიღეთ ის პროფილაქტიკა, გრიპის საწინააღმდეგო გაცივების საწინააღმდეგო, რაც აუცილებელია, რომ პრობლემები არ შეექმნას ამ თვალსაზრისით ჯანმრთელობას. ამასთან ერთად მოდი ავუშვათ, რომ აქ შეიძლება ისეთ საქმეს მოგიდოთ ხელი, რომელიც მაგალითად არა მარტო შემოსავალს მოიტანს, არამედ მორალურ კმაყოფილებასაც გამოიწყობს თქვენში და ძალიან კარგი პერიოდია მაგალითად ახალი სამსახურის დაწყებად, ახალი საქმის დასაწყებად, ხელშეკრულებების დასადებად, მოლაპარაკებაც იქნება ფრიად წარმატებული, რაც მეტად კარგი ურთიერთობა გექნებათ ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, ეს ერთიორად გაზდის თქვენი წარმატების შანსებს და სხვა მგზავრობა მოგზაურობის კუთხითაც პერიოდი ასევე საკმაოდ ნაყოფიერია. რაც შეეხება ახლა ლომის ზოდიაქოს, კეჩხების ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, კეჩხებებო თქვენი ენერგოტონუსი აშკარად მატულობს. ანუ იმუნიტეტი იზრდება, კეჩხები ხდება უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ნამდვილი ლიდერი, ორგანიზატორი, თან ინტუიცია მზარდია, რომელიც ზუსტად კარნახობთ რა ჯობია ახლა, როგორ ჯობია, აი რა მიმართულება მიცეთ საქმეს, ურთიერთობებს და ასე შემდგომ და სწორ არჩევანს აკეთებთ, აქედან გამომდინარე, ამიტომ შეგიძლიათ საუკეთესო თვისებების მაქსიმალურად გამოვლენა. ეს პერიოდი ერთ-ერთი საუკეთესოა უახლოეს პერიოდში და ამიტომ ეცადეთ აქტიურად გამოავლინოთ საკუთარი თავი, მაგრამ რა შეიძლება იყოს ხელისშემშელი ფაქტორი. აი თუ თქვენ ხართ ხელმძღვანელი პირი ან ძალაუფლების ფლობელი, აი აქ ვიღავით ყურადღებით, რატომ? მატულობს თქვენში ამბიცია, მატულობს დიქტატორული ტენდენციები და შესაბამისად დიქტატორული ტონი. აი ეს არ გახდეს პრობლემის მიზეზი. თუ თქვენ გადაამეტებთ თქვენ ძალაუფლებას, გინდ სახლში, გინდ სამსახურში, აი ეს მოგიტანთ კონფლიქტებს და უსიამოვნებს. მაგრამ ეს ტენდენცია მოსაუბრელია რატო? იმიტომ რომ მატულობს თქვენში ენერგია, ჯანი, თქვენ უფრო აქტიური, ენერგიული ხართ, აი რო თქვენ ამბობთ, რომ მე ყველაზე მაგარი ვარ. და აი ეს სწორედ ფრაზა და ამდაგვარი შემართება შეიძლება გახდეს დიქტატორული ტენდენციების გამოვლენის მიზეზი და მე კონფლიქტებს შექმნის. და ამიტომ მოდი ეს თქვა ძალაუფლებას არ გადააჭარბოთ და ამასთან ერთად აღნიშნეთ მით უმეტეს ახლობლებთან, რამაც შეიძლება სერიოზული პრობლემები შემოიტანოს, შვილებთან, ეგ დავუშვათ სასქესო პარტნიორებთან, სხვა შვილს მათთან ურთიერთობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია და ამიტომ ამ პერიოდს ნუ გააფუჭებთ თქვენი, ასე ვთქვათ, ესეთი დიქტატორული ტენდენციები, რამაც შეიძლება პირიქითაც ურთიერთობების მაგერად რომ ამაღლოთ გააფუჭებს მათ. აი ამას თუ შევლებთ, მაშინ იქნება ძალიან კარგი პერიოდი, სხვა შვილს ძალიან კარგია იგი ასევე ქორწინებისთვის და სასქესო პარტნიორული ურთიერთობებისთვის, ან ურთიერთობების ასამაღლებლად. კონკურსებში, ლოტარეებში მონაწილეობის მიღება იქნება თქვენთვის ასევე ფრიად წარმატებული. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშანს, პირველში მოიტანხმოთ, რომ ნელ-ნელა ენერგოტონუსი თქვენი აცემა ამ კვირიდან, ამიტომ ძალიან გადაიღლებთ. მოდით ეს სარისკო ზოდმეტ აზარტულ მოქმედებებს მაინც თავი დავანებოთ ამ პერიოდში და აღნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდი, რომლის ობისას ამავდროულად სასიკეთო ტენდენციებიც არის, აი განსაკუთრებით ყურადღება საოჯახო საინტერესო ურთიერთობებს. აი აქ ძალიან კარგად იგრძნობ თავს. შეიძლება მათი მხრიდან დახმარებაც მიიღოთ ურთიერთობებმა მათთან რადიკალურად მატულობს და ასე შემდგომ. რაც შეეხება ურთიერთობებს ოჯახს მიღმა, აქ ცოტა ადაპტაცია გჭირდება, ცოტა დიპლომატიის გამოვლენა, ასე ვთქვათ, რომ რაღაც გარკვეულმა სიუხეჟემ ამზადებმა პირდაპირ ამ ურთიერთობებში არ გამოიწვიოს აქ დაძაბულობა და კონფლიქტი. სხვა შორის თუ რაღაც არ არის აუცილებელი, აი მაგალითად თანაბრად არის მოსაოდნელი, რომ შეიძლება საყოფაცხოვრებო სფეროში თქვენ შეიტანოთ სასიკეთო ცვლილებები. მაგალითად, რემონტი გააკეთოთ ან ავეჯი იყიდოთ და გაალამაზოთ თქვენი ბუდე, სახლი, ოთახი, მაგრამ არის მეორე ვარიანტი, შეიძლება უცებ გაფუჭდეს სანტექნიკა ელექტროთი. თუ ესეთი რამ მოხდა, შვიდად მეუდექი და შვიდად გააკეთეთ. ისე რომ მით უმეტეს ახლობლებს ნერვები არ მოუშავდა საკუთარ თავს, იმიტომ რომ ახლობლებთან ურთიერთობების ჰარმონიზაცია ამ პერიოდში ბევრად განაპირობებს თქვენს წარმატებებს. თუ
შეძლებთ და დაეყრდნობთ ინტუიციას, ის ხშირად გიკარნახებთ სწორ ნაბიჯებს და სწორ არჩევანს ამ კვირის მსვლელობისას. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, საკმაოდ კარგი პერიოდია ეს შემდეგ კვირა. ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, ირგვლივ ყოფ ადამიანებთან ურთიერთგაგება საკმაოდ მაღალია, პარტნიორული თანამშრომლობაც მეტად პერსპექტიულია და აქ შეიძლება ფინანსური შემოსავალიც მიიღოთ, ახალი პერსპექტივები გამოჩნდეს კარიერული განვითარების კუთხით და პროგრესი აშკარად იქნება პროფესიონალური კუთხითაც, ინტელექტუალურ სფეროში და იდეების რეალიზაციის კუთხითაც კი შეგვიძლია პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ძალიან კარგი აქ ერთგვარად ამაღლდება თქვენი ასე ვთქვათ ავტორიტეტი და ძალიან კარგი პერიოდი ასევე მგზავრობა მოგზაურობისათვის, სადაც ძალიან ისეთ ღრმა შთაბეჭდილებებს მიიღებ და დაუვიწყარს. ძალიან კარგი პერიოდია სწავლისთვის, ასევე ძალიან საინტერესო ეს პერიოდი დაუშვათ მეგობრებთან კონტაქტებისთვის, მეზობლებთანაც კი ურთიერთობა მეტად სასკეთო ელფერ შეიძენს და ამიტომ ეცადეთ რომ მაქსიმალური კონტაქტები გქონდეთ, იმიტომ რომ კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები მეტად ნაყოფიერ ელფერს მიიღებს ამ პერიოდში. და შეიძლება მშვიდობიანი ინფორმაცია მიიღოთ აი ამ შეხვედრების შედეგად, რაც მე განაპირობებს მათ შორის შეიძლება ახალი იდეების ჩამოყალიბებას, მატერიალიზაციას, პარტნიორულ თანამშრომლობას და სხვა საზოგადო ცვლილებებს. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, საინტერესო პერიოდია თქვენთვის, მართალია ენერგოტონუსი ნელ-ნელა მცირდება და მთავარია რომ აქაც არ გაიცივოთ თავი, თორე აქ იმუნიტეტი რადგან ეცემა, ეს არის მთავარი, მაგრამ სხვა მხრივ პერიოდი უდაოდ კარგია. აქ შეიძლება ძალიან სარფიანი და საინტერესო წინადადებების წინაშე აღმოჩნდეთ, გაზარდოთ თქვენი შემოსავლის წყაროები, გამომჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა, არაერთი პრობლემა გადაწყვიტოთ და არაერთი შეიძლება ოცნება წაისრულოთ. ეს პერიოდი ძალიან კარგია პირადი ურთიერთობებისათვის, სასწავლო კონტაქტებისათვის, ქორწინებისათვის და ამასთან ერთად აღნიშნოთ, რომ ზოგიერთ ისეთი გეგმაც შეიძლება რეალიზდეს, რომლის იმედი მაინც არ გქონდათ. ამიტომ მიღბალი ჯერ კიდევ თქვენს მხარეს არის აქტიურად. ადრეული საქმეებიდან აქაც შეიძლება მიიღოთ მატერიალური დივიდენდები. რაც შეეხება მორიელის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, მთავარი ფავორიტი რას უყურებთ ახლა არის მორიელი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველას გაეხარდება თქვენი წარმატება. იღბალი თქვენს მხარეს არის უდაოდ, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, ლიდერია, ხელმძღვანელია, უშარია, მებრძოლია, ძალიან ინტუიციურია, ბევრი რამ გამოგდით. აქ აშკარად ეს არის ენერგეტიკული განახლების პერიოდი თქვენი აურისა და ამასთან ერთად ეს ის პერიოდი, რომლის ველობისას თქვენ შეგიძლიათ უფრო ეფექტურად იმოქმედოთ, ვიდრე წინა პერიოდში არაერთი იდეა განახორციელოთ, საინტერესო ადამიანებიც გაიცნოთ და აქედან გამომდინარე, ესე იგი თქვენი შარმი, მიზიდულობა, ეს ყველაფერი ერთიორად მიიზიდავს თქვენდამი ადამიანებს და ამიტომ პარტნიორული თანამშრომლობის კუთხითაც, თანამზრახულთან, ასე ვთქვათ, ერთობლივი კონტაქტის დამყარებისა და პროექტის განხორციელების იქნება ერთიორად მაღალი და აგრამ. ეხლა ეგ მეორე დეტალია ეხლა. კი, მერკური გონების მმართველი პლანეტა, მარსი საგმანოს მმართველი პლანეტა, მზე სამივე იმყოფება მორიელში და ეს ყველანაირად ხელს უწყობს თქვენს წარმატებებს, მაგრამ ნუ დაგვაუწყდება, რომ შავი მთვარეც, ეგრეთ წოდებული მასტუნებელი ძალაც ჯერ კიდევ მორიელში. და აქედან გამომდინარე ცდუნებებს არ აყვეთ. თქვენი წარმატებები არ გახდეს თავბრუსხვევის ფაქტორი. თავი არ თავბრუსხვევ არ დაგეწყოთ აი ამ წარმატებებისგან და საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოხვედრისგან, ანუ ამას შეიძლება ძალიან გაზარდოს თქვენი ამბიციები და წარმოგედგენა საკუთარ თავზე, აი ეს არის ხალხში დინება. ამას მიექცეთ ყურადღება. თუ ამ ტენდენციებს დაიოგებთ და ეს წარმატება და ყურადღების ცენტრში ყოფნა, ასე ვთქვათ, არ გამოიწვევს თქვენში არაადეკვატურ რეაქციებს, მაშინ კვირა იქნება საკმაოდ კარგი და მეტად წარმატებული ყოველმხრივ. შვილდოსნებს რაც შეეხება, შვილდოსნების ერგოტონუსი ჯერ კიდევ მართალია ეცემა, მაგრამ არა იმდანაც რომ თქვენ არ შეძლოთ აქტიური მოქმედება ინიციატივის გამოვლენა, არა, ამ ხრივ პერიოდი კარგია უდაოდ და შემდეგი კვირა გექნებათ უფრო რთული, ამიტომ ეს კვირა მაქსიმალურად გამოიყენეთ, იმიტომ რომ აქ გონებამახვილობაც არის სატონო დონეზე, მთავარი არის რა ამ კვირაში არ გაცივდეთ. რადგან იმუნიტეტი ეცემა, ენერგოტონუსი უფრო მცირდება, აქ შეიძლება ადვილად გაცივდეთ სწორედ და ამიტომ ეცადეთ რომ მაქსიმალურად ამ კუთხით ჯანმრთელობას პატივის ცეთ. ამავდროულად აუცილებელი იქნება კიდევ ერთ ფაქტორის გათვალისწინება, უკვე გჭირდება ტენაზე კბილის დაჭერა. წინ და წინ ნუ გათქვავთ ინფორმაციას თქვენი გეგმების შესახებ, იმიტომ რომ მომენტალურად
გამოიყენებენ ამას თქვენ საწინააღმდეგოდ. ძალიანობაში პერიოდი კარგია, ხელსკობს იგი თქვენი გეგმების რეალიზაციას. არაერთი ბავშვი თუ იყო დაშვებული ადრეულ პერიოდში, შეცდომ ამ შეცდომებსაც გამვასწორებთ. ამასთან ერთად იღბლიანობა ფინანსური კუთხით საკმაოდ მაღალია. ეს პერიოდი ხელს უწყობს გარიგებებს, ხელშეკრულებების დადებას, მოლაპარაკებას, პარტნიორულ კავშირებს და ერთობლივ თანამშრომლობას, პროფესიონალური წინსვლის, ბიზნეს საქმიანობის წინსვლის კუთხითაც პერიოდი ძალიან კარგია. ამიტომ ეცადეთ აქტიურად, ოღონდ აი ნეგატიური ზოგიერთი დინების გათვალისწინებით. შემდეგ კვირა, რადგან უფრო რთულია, ეცადეთ რომ ამ კვირაში ყველაზე მშვენი საქმეების საკითხები მოაგვაროთ და განახორციელოთ. რაც შეეხება თხის გაზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებსაც, ყველა კარგი კვირაა, ენერგოტონუსი თქვენი მაღალია, მატულობს ყოველდღე, ამიტომ უფრო შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, მომთმენი, შეუპოვარი ხდება ეს ნიშანი და შეიძლება ჩაერთოთ ძალიან ისეთ სარფიან პროექტებში. ეს ხელს შეუწყობს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ამასთან ერთად აღმოჩნდეთ, რომ თქვენი ორგანიზატორული მონაცემები, რასაკვირველია თვალშისაცემი იქნება და ამასთან ერთად ნებისმიერი თანამშრომლობა იქნება ძალიან კარგი. აქ შეიძლება საკუთარი სამუშაო ჯგუფიც კი ჩამოაყალიბოთ და ამშვენთ რომ შეიძლება ძველი ზოგიერთი მეგობარი, ზოგიერთი პარტნიორი კვლავ ამ კვირაშიც გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში და შეიძლება მათთანაც ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს. ძალიან კარგი პერიოდია რეფორმებისთვის. აი აპირებდი დიდი ხნის წინ რაღაცის განახლებას სახლში დაუშვათ ინტერიერის თუნდაც ან თქვენს საქმიანობაში მეთოდოლოგიას ან თქვენს გარეგნობაში. აი ახლა საუკეთესო პერიოდი რეფორმების დროა და სიახლეების თხისქებო და მაქსიმალური კონტაქტი ინტერნეტთან. ინტერნეტიდან შეიძლება მოვიდეს ძალიან საინტერესო ინფორმაცია, რომელიც ხელს უწყობს საინტერესო იდეების ჩამოყალიბებას და მათ რეალიზაციას და ინტერნეტშივე შეიძლება გაიცნოთ ძალიან საინტერესო ადამიანები. მათთან ერთად პარტნიორული თანამშრომლობა შემდგომ გახდება ფრიად ნაყოფიერი. რაც შეეხება მერწყმული ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, ენერგოტონუსი ნელ-ნელა ეცემა, ამიტომ ჯანმრთელობა ცოტა გავფრთხილდეთ, ნუ გადავიღლებით, ეცოდეთ არ გავცივდეთ, მაგრამ აქტიურად მაინც ვიმოქმედოთ, რატომ? იმიტომ რომ პოზიტიური შანსები უდავოდ არის. ეს პერიოდი ხელს უწყობს ფინანსური მდგომარეობის სტაბილიზაციას, საქმიანი ორგანიზატორული მონაცემების წინა პლანზე წარმოჩენას, მაგრამ ეს კვირაც ითხოვს თქვენგან რას? ნაცრისფერი კარდინალის როლის შესრულებას, ანუ კულისებს მიღმა, საიდ უნდა იმოქმედეთ, წინ ნუ გამოხოთ წინა პლანზე. აი გვერდიდან, აი გაკონტროლეთ ყველაფერი, აი გვერდიდან ჩუმად, რაც უფრო მეტად გაკეთდება ყველაფერი, მით უფრო კარგად წარიმართება. და ამიტომ აქედან გამომდინარე, რაც მეტად იქნებით ნაცრისფერი კარდინალი, მით უფრო დიდ ზეგავლენას მოახდენს სიტუაციათა გავლენაზე და თქვენ ირგვლივ ყოფ ადამიანებზეც კი. ამასთან ერთად არაერთი შესაძლებლობა მოგეცემოთ იმისთვის, რომ გაუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. შეიძლება აღმოჩნდეთ სხვილი საყიდლების ან ინვესტიციების წინაშე და არა გამორიცხული ზოგიერთ თქვენთაგანი შეიძლება შეხვდეს თავის მეორე ნახევარს ამ პერიოდში და სასკვარლო კონტაქტების კუთხითაც პერიოდი ფრიად ნაყოფიერია. იგი ხელს უწყობს ასევე თქვენს პროფესიონალურ წინსვლას და კარიერულ განვითარებას. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, ეს კიდევ ერთი ფავორიტია კირჩხიბთან და მორიელთან ერთად ამ კვირისა. ენერგოტონუსი თქვენი მატულობს, შარმი, მიზიდულობა ერთი-ორად ძლიერდება, ინტუიცია ძლიერია და ხელს უწყობს სწორი არჩევანის გაკეთებას და ამასთან ერთად ეს ის პერიოდი, რომ მსვლელობისას თქვენ გაძლევათ საშუალება, რომ უფრო კომფორტულად იგრძნოთ თავი, თვითრწმენა მატულობს. აქ შეგიძლიათ მაგალითად უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღოთ ირგვლივ ყოფი ადამიანებისგან და თქვენ შეიძლება გახდეთ რაღაც იდეური ლიდერი გარკვეულ დაუშვათ საქმეში და გარკვეულ სამუშაო ჯგუფში და ასე შემდგომ. ძალიან კარგი პერიოდია მგზავრობისთვის, მოგზაურობისთვის და უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისათვის. რაც შეიძლება მეტად სწავლა უცხოეთში, პარტნიორული თანამშრომლობა უცხოეთში, უბრალოდ ისე რომ გაიგზავროთ. ესეც არ ნახულს დაბეჭდილებებს დატოვებს თქვენზე, ამიტომ უცხოეთთან კონტაქტი ერთ-ერთი წარმატების ფაქტორია თქვენთვის. აღივსეთ ოპტიმიზმით. ოპტიმიზმი ასევე ხელს უწყობს თქვენს სულიერ დამშვიდებას და წარმატების მიღებას. საჩვენს ახლა ცხოველებთან ურთიერთობაც იქნება ძალიან კარგი. ძალიან ენერგეტიკულად დაგამშვიდებენ და ასევე ახალი ენერგიით დაგაჯილდოებენ, რაც თქვენი წარმატების შემდგომი ფაქტორი იქნება კიდევ მეტად. ეს 12 ზოდიაქოს ნიშანია და მათი ასტროპროგნოზი ამ კვირის განმავლობაში 27 ოქტომბრის და 2 ნოემბრის შუალედზეა საუბარი შევხსენებთ და ახლა უკვე ცალკეული დღეები, მათი პერსპექტივები ამ კვირის განმავლობაში. ნუ დავიწყოთ მაგალითად ხვალინდელი დღით. ხვალ არის 27 ოქტომბერი, ორშაბათი დღეა და
ამ შემთხვევაში მოდი ესე ვთქვა, დეტალურად უნდა იყოს შედგენილი თქვენი გეგმები და კარგად გათვლილი სტრატეგიული მოქმედება. თუმცა ესეც კი შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი და გარანტია თქვენი წარმატებისა. ესეც უნდა აღმოჩნდეს, მაგრამ ის რომ ზედმიწევრით მაინც უნდა იყოს გათვლილი ეს ყველაფერი, ნუ ეს უფრო მეტ შანსებს გვაძლევს წარმატების მიღწევისა. ხვალ მათულობს ინტუიცია, მასზე დაყრდნობით იმოქმედეთ, უფრო სწორ ნაბიჯებს გადადგავთ. შესაძლებელი იქნება ასევე ახალი პროექტის დაწყება, გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობა, ოჯახური კავშირების განმტკიცება. პარტნიორულ ურთიერთობებშიც თავი შეიძლება გამოვლინოთ რაღაც ახალ ამპლუაში. აი ამ კუთხითაც ეს პერიოდი უდაოდ საინტერესოა. დავნიშნოთ ასევე ისიც, რომ სხვათა შორის კარგია ხვალინდელი დღე, ისე როგორც ზეგინდელი მავნეჩვევებისგან განთავისუფლებისთვის. აი ვისაც მაგათ პრობლემები აქვს, თამბაქოა დაუშვათ თუ ალკოჰოლსასმელები, აი ხვალ გაქვს საშუალება რომ მავნეჩვევებისგან თავი დაიხციოთ. აი ამ ხრივაც კარგია. ოღონდ ხვალდაზე ცოტა ფრთხილად ვიყოთ ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს. თანაც შედის თხილი, დაუშვათ ციტრუსები და შენგო. აი ამ ხრივ ვიყოთ ცოტა ყურადღებით, რომ ამან დამატებითი პრობლემები არ შეგვიქმნას. ეპილაციისთვის სამაგერად კარგი პერიოდია კოლექციის შესაგროვებლად. ასევე სარესტავრაციონების მერე საქმიანობა ხვალდაზე იქნება საკმაოდ კარგი. ვისაც განზრახული აქვს მანქანის ყიდვა გაყიდვა. ამ ხრივაც ხვალინდელი და ზეგინდელი დღეები არ იქნება ცუდი. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ძლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლების ზონა. ოპერაციების ჩატარება მათ მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია ხვალინდელი დღე. მორიელის, თხისქას და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. 28 ოქტომბერს რაც შეეხება სამშაბათი დღეა, აქ მეტი დრო უნდა დაუთმოთ ახლობლებთან ურთიერთობებს. სხვათა შორის უცხოენობის ათვისება, კარგად წავა, სწავლა, პარტნიორულ ურთიერთობებში ნუ გადააჭარბებთ ერთმანეთსადმი მზრუნველობაში. თორე ამან შეიძლება უკვე გადამეტებული ელფერი მიიღოს. და აქვე ავნიშნოთ, რომ კარგია მაგალითად ეს დღე ასევე მავნეჩვევებისგან განთავისუფლებისათვის. ამასთან ერთად ისევ ვიმეორებ სტრესულ სიტუაციებში საკვებს ნუ მიიღებ და ნუ იქნება საკვები ალერგიის გამოწვევი. ამას მიაქციოთ ყურადღება. შემდეგ სამშაბათი კარგია მშენებლობისთვის. იგივე დავუშვათ მცენარეების დარგვა-გადარგვისათვის. ეს ის პერიოდია, როდესაც მაგალითად აქ არ იქნება სასურველი პიგმენტური ლაქების მოშორება. სიმძიმეების აწევა, მკვეთრი მოძრაობები, ეს ხვალაც აქტუალურია სხვათა შორის. ნუ რათა ასე რევმატოიდულმა პროცესებმა რეჩინონ თავი და ამიტომ ცოტა ხერხემალს და ძლოვან სისტემას ხვალას და ზეგად ცოტა გაუფრთხილდით ამ თვალსაზრისით. თუმცა მანქანის ყიდვა გაყიდვის კუთხითაც სამშაბათი სავსებით მისაღებია. ჯანმრთელობის კუთხით მაგალითად სუსტდება ძლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კანის არე. აქაც ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, ესე იგი არ იქნება სასურველი სამშაბათს. ყველაზე კარგია სამშაბათი კუროს, კირჩხიბის და ქალწულის ზოდიაქოს ნიშანთათვის. გადავინცდოთ 4 შაბათ დღესთან, ეს არის უკვე 29 რიცხვი ოქტომბრისა. და ჩვენ გველის რა. პირველ რიგში დილის საათები ითხოვს ყურადღებას 7 საათიდან 39 წუთიდან 7 საათამდე 57 წუთამდე. აი ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში ძალიან დუნდება ყურადღება ადამიანებს და ეს მოულოდნელი მოდუნება თუნდაც დაუშვათ აი ამ მოდი ასე ვთქვა თითქმის 20 წუთის განმავლობაში შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს არასასურველი ტრავმებისა და ავარიებისათვის. ამიტომ ზღოლებს, ქვეითად მოსავალებს ამ პერიოდში ჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება. თან დღე გეომაგნიტურია. გეომაგნიტური ენერგიები 4 შაბათი დღისა მეტ პრობლემებს უქმნიან ადამიანთა გულ-სიზარღვან სისტემას, ნერვულ სისტემას, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს მიზეზი თავის ტკივილებისა, უგონებობისა, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებების. ამ შემთხვევაში იცით რა უნდა ვქნათ, გეომაგნიტური გვექნება შორის 29 და 30 ოქტომბერი, ანუ 4 შაბათი და 5 შაბათი. ამიტომ ამ დღეების განმავლობაში ესე იგი თუ რაღაც დისკომფორტ გზნობთ, იქ თავის ტკივილები, უგონებობა და შემდგომ, ესე იგი რას ვაკეთებ და ვიზომავ წნევას პირველ რიგში და მერე უკვე იქიდან წყვიტავთ. თუ დაბალია, ყავა ავწევთ. თუ მაღალია, წნევის დამწევი დაუშვათ პრეპარატები და მოიყვანთ წესრიგში თქვენს ორგანიზმს. და კიდევ ერთი მშვენი მოვლენა 4 შაბათს, ანუ 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე ინტელექტის, გონების მმართველი პლანეტა მერკური გადაენაცვლებს შვილდოსნის ზოდიაქოში. საინტერესო მოვლენაა, რადგან ამ ზეგავლენის შედეგად იგი მეტად განავითარებს ადამიანებში ისეთვისებებს, როგორც არის გონება, მოხილობა, უცხოენების ათვისების კარგი უნარი, კომუნიკაბილურობა, ოპტიმიზმი, სტუმართმოყვარეობა, ცხოველებისა და მოგზაურობების
მოგზაურობისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება, ორგანიზატორული ლიდერული თვისებები, მებრძოლის სულისკვეთება გაზლიარდება უდავოდ და რაც თავარია ოპტიმიზმი ხასიათში. მაგრამ ამავდროულად განავითარებს უარყოფით თვისებებსაც შილდოსთვის, როგორც არის მაგალითად სარკასტული გამოთქმები, სულსტრაფობა, უყარათო ხარჯვისადმი მიდრეკილება. ესე იგი, რაშვებით უკვე ჩვენ 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე ამასთან დაკავშირებით მაქსიმალურად ვაკონტროლებთ და არ ვავლენთ ამ უარყოფით თვისებებს და პირიქით ვავლენთ იმ დადებით თვისებებს, მათ შორის წინა პლანზე გამოყვავს ოპტიმიზმი, რათა ვიყოთ უფრო წარმატებულები. და აღნიშნოთ, რომ თვითონ დღეს რაც შეეხება ოთხშაბათს, პრობლემები შეიძლება შექმნან გაჯეტებისა და კომპიუტერული სისტემების მუშაობის კუთხით. აი აქ შეიძლება ეს პრობლემები წარმოიქმნას და ამ მხრივ იყოთ ცოტა ყურადღებით, მათ შორის პროგრამულ სისტემებთან მიმართებაში. ამავდროულად აღნიშნოთ, რომ პირველ რიგში მოიმატებს სიცოცხლის უნარიანობა ოთხშაბათს, მომხიბლელობა ადამიანებში, დაწყებული საქმე შეიძლება კარგად ასრულდეს. და ამავდროულად იქნება ზედმეტად პრეტენზიული პარტნიორობებში ერთმანეთის მიმართ. არავით არის წუწუნი, არავით არის წყენა და ზედმეტი ლაპარაკი ოთხშაბათს საიდუმლო არ გათქვათ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება მხედველობა, ვენები, ნერვული სისტემა. დიდხანს ფეხზე ნუ იდგები ჯობია იაროთ, ვიდრე დაუშვათ ფეხზე იდგეთ დიდხანს. და ყველაზე კარგია ოთხშაბათი ვერძის და ტყუპების ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება უკვე 30-ს მივადექით 30 ოქტომბერი, ეს არის ხუთშაბათი დღე. როგორც აღნიშნეთ, ისეც გეომაგნიტურია, ამიტომ იცით რა უნდა ქნათ. თუ რაღაც დისკომფორტს იგრძნობთ ხუთშაბათს, ესე გიზომავთ წნევას და თუ აუცილებლობა არის, რასაკვირველია გამოიყენებთ წამვლის პროფილაქტიკას ან ყავას, რათა მოიყვანოთ წესრიგში წნევა და თქვენი თავი. და 30-ში ხუთშაბათს მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას ნუაყვებით ზედმეტ ემოციებს. ემოციები აკონტროლეთ, თორე უკონტროლო ემოციები შეიძლება გახდეს აქ არასასრული კონფლიქტების მიზეზი. მაღალია ხუთშაბათს ილუზიების, მოტყუების, კამათის, განწყობის, შეცვლის ალბათობა, ასევე გაჩნდება პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის სურვილი ზოგიერთ ადამიანში. ნოეცნებით ამავდროულად პარტნიორებით манипуляციას, მათ სისუსტეებზე თამაშს, ეს შექმნის მერე დაძაბულობას ურთიერთობებში ზედმეტსაც ნუ ილაპარაკებთ, თვალებს ნუ გადაღლით, ეს კომპიუტერი იქნება თუ კითხვა იქნება ამ თვალსაზრისით მივცეთ ყურადღება, ზედმეტად ფეხზე ნუ ვიდგებით, ჯობია ვიაროთ და უცებად დაუგდეთ ყური ხუთშაბათს უფროსი თაობის მანდილოსანთა, მათ შორის დედათ რჩევებს. ისინი გაცილებით უფრო კარგ რჩევებს მოგცემენ, ვიდრე თქვენ თვითონ შეიძლება დაუშვათ საკუთარ თავს ურჩიოთ. და აღნიშნოთ ისიც, რომ საკვებ რაციონში ხუთშაბათს აი შევიტანოთ რა, უცხიმო თევზი, ჭელეხორცი, ბოსტნეული და ლიმონი, რაც ძალიან კარგად ემოქმედებს ორგანიზმზე და აწევს მის იმუნიტეტს. რაც შეეხება, ესე იგი, ჯანმრთელობას ხუთშაბათს სუსტდება მხედველობა, ნერვული სისტემა, ვენების ზონა, ფეხის კუნთები. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა ხუთშაბათს არ ექნება სასურველი. და ყველაზე კარგია ეს დღე ლომის, შილდოსნის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშანთათვის, ასკვლია მათ მეტი აქტიურობა მართებთ, რათა ამ დღის სასიკეთო ტენდენციები მაქსიმალურად თავისი აქტიური პოზიციით გამოამზეურონ და გამოავლინონ თავის თავად. საჩუის მინდა გითხრათ ერთ საინტერესო ამბავი. ესე იგი, პირველ რიგში მინდა ყველას მადლობა გადაუხადო ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც როგორც ემიგრანტები, მათ შორის უცხოეთში, ანუ უბრალოდ როგორც ჩვენი, ასე ვთქვათ, ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ სამშობლოში და იჩენენ არნახულ ინტერესს ასტროლოგიის მიმართ. ყველას, იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის ამ ადამიანებთან ურთიერთობა, მათ კითხვებზე პასუხის გაცემა, ეხლა მაგალითად დღესაც გუშინაც იყვნენ ადამიანები, აი გუშინ ფოთიდან ჩამოვიდნენ, დღეს კახეთიდან, ხა წარმოგიდგენთ, არ ეზარებათ, ამდენი კილომეტრი გამოიარეს დილით ჩამოვიდნენ და მერე ჩემსთან საუბრის შემდეგ წავიდნენ უკან. ესე იგი, ეხლა ამას როგორი ინტერესი უნდა ადამიანისა, რომ აი ამაზე წავიდეს, ხო და საკმაოდ ბევრი ესეთი და ყველას მინდა მათთაგანს მადლობა გადაუხადო. ინტერესი რასაკვირველია მათი მხრიდან დიდია და ეს ჩემთვის კიდევ დამატებით სტიმულია, მაგრამ ყველაზე დიდი სტიმული არის სხვა რამ. როცა ჩვენ ვამთავრებთ უკვე საუბარს 2-3 საათის ერთობლივი საუბრის შემდგომ, როცა ისინი მეუბნებიან, რომ იცით რა, მე სხვა რამ მეგონა. და ეს თურმე რა ყოფილა. და ყველაზე საინტერესო იყო, როცა ეხლა ხან აი სამეგრელოდან ჩამოიყვანეს ერთ-ერთი პიროვნება, აი როგორ ჩამოიყვანეს იცით, აი დიდი ხათრით,
დედის, მამის, დის და ასე შემდგომ და აი დაახლოებით 1 წელი ვეჭიდოებოდით და ვთხოვდით, იმიტომ რომ დარჩენილმა ყველამ გააკეთეს და აი ეს ბიჭი რაღაც არ უნდა და რა ასტროლოგია არის, ასტროლოგია ეგ ზღაპრები მე არ მაინტერესებდა და ისინი არც უნებდნენ რომ ეს სულ სხვა რამე არის და არა ის, რასაც იგი ხედავს დაუშვათ ტელევიზიით, კითხულობს გაზეთებში და შემდგომ და ნუ არაფრით არ ჯერო და იყო ერთი ამბავი ოჯახში და როგორც იქნა წამოიყვანეს მაგრამ ნუ როგორ მოვიდა ხა ეს თვითონ მოსვლის პროცესი იყო საინტერესო აი სულ ბოლოში ჯერ სენ შემოვიდა ოჯახზე მე თვითონ და ნუ ახლა სახეზე ეთყობა ადამიანს ხო რომ ესე იგი ვიღაცის ხათრით არის მოსული ნუ დავჭირეთ ვისაუბრეთ და ნუ პირდაპირ მითხრა რა რომ ესენი რო არა მე ხლა არ ვიქნებოდი ამისი არ მჯერა და არც ნუ ახლა რა უნდა იყოს რა უნდა მითხრათ ასეთია და როგორც კარგი იყო დაახლოებით 3 საათიანი საუბრის ბოლოს მისი სიტყვა რომ ეს თურმე რა ყოფილა მე სულ სხვა რამ მეგონა ეს თურმე რა ყოფილა და როგორც იქნა გავერკვიე ჩემს თავშიო სუძიებაში ვიყავი სუწვალებაში ეს რატო ეს საიდან მით უმეტეს აღმოჩნდა არატიპიური წარმომადგენელი თავისი ნიშნისა და ამ დროს ესმოდა პროგნოზი რომელიც ნუ არ მართლდებოდა უმრავლეს შემთხვევაში ხასიათში ის არ ჯდებოდა რასაც ყვებოდი და ამიტომ ამან დაკარგა საერთოდ ყველანაირი რწმენა რომ ეს არის ტყილები და ასე შემდგო ხო და უცებ აღმოაჩინა რომ ერთის მაგივრად 4 ნიშნის კომბინაცია და სხვა ნიშნები უფრო ძლიერზე გავლენას ახდენენ ვიდრე მისი საკუთარი და რომ ის არატიპიური ვერძია გესმით და ამის შედეგად უკვე მიხვდა რატო არო ეს პროგნოზები მასზე არ მართლებოდა რას უნდა უსმენოს უფრო მეტად რა გამართლება მეტად ანუ საკუთარ თავში ჩაიხედა იმდენი რაღაცა გაიხსენა რაც მოხდა მის ცხოვრებაში და შეესაბამებოდა ინფორმაციას რომ არ ვიცი იყო არნახულად კმაყოფილი მადლობა იქვე გადაუხადა თავის შობლებს და დას სხვათა შორის და ძალიან საინტერესო იყო ეს საუბარი ანუ ადამიანს სულ სხვანაირი ხედვა ამიტომ ძალიან ხშირად ამბობენ რომ ეს არ მაინტერესებს ეს არის რაღაცა ამ და გვერდ მე როცა მოდიან მე ამბობენ რომ სულ სხვა რამეს ველოდებოდი და სულ სხვა რამე მივიღეთ გაცლებით ღრმა ძალიან საინტერესო და საკუთარ თავში იყო აღმოჩენა გარკვეულწილად ამ ადამიანებისა და სხვა შეეს მინდა აქვე გითხრათ რომ ხლა გამახსენდა კიდევ ერთ საინტერესო მომენტები ეს მართალია მოხდა მრავალი წლის წინ მაგრამ ძალიან საინტერესო მოვლენები იყო ერთ-ერთი გოგონა მოსული რომელიც ამბობდა რომ ყველა დასცინის მას რატო იმიტომ რომ ხონდა საოცარი ხედვები საოცარი სიზმრები და რასთვარი მე ხშირად ეს ყველაფერი ახდებოდა და ეს გოგონა ამ გოგონას მართლაც დასცინოდნენ ოჯახის წევრებს საერთოდ არ ჯეროდათ ეს ზღაპრები რაღაცა მაგრამ მე ზოგიერთი აკვირდებოდა რომ რასაც ამბობდა ეს ასე თქვათ ვლინდებოდა და ნუ მე ზოგიერთ შეეშინდა ზოგიერთს არ უნდა დამასთან ეს კიდე დამატებითი ფაქტორი იყო და აი მახსოვს მაშინ ძალიან საინტერესო რამ თქვა ჩვენ ესე იგი მაშინ ჩემი ბავშვი იყო ჯერ კიდევ პატარა გახდა ავად რაღაცა და ნუ რაღაც პირველი სიმპტომები იყო ჯერ ბოლომდე ვერ გავერკვიეთ რა არის და მაშინ მოვიდა ეს გოგონა რაღაც წიგნი მომიტანა და შემდგომ და დაინახა ჩემი ბავშვი და პირდაპირ მეუბნება აჰა გასაგები ესე იგი ბატონები მობრძანდნენ და ჯერ აშკარად არ ჩანს ეს მით ბატონების მობრძანება ეს პროცესი დაავადებისა და იქვე მეუბნება ხო აი მე ხედავ მათ ყველაფერი და ნუ 3 დღეში წავლენ ასე რომ 3 დღე ხა ცოტა ყურადღებით იყავით და მართლაც მე ესე იგი დაიწყო ეგ სიცხე 1000 რაღაცა გამონაყარი როგორც იცის ბატონების დროს გავაწითლეთ ყველაფერი მოგხსენებთ ეს პროცედურები და 3 დღეში ზუსტად როგორც თქვა ესე გადაიერს ეგ ხედვის უნარი ქონდა მახსოვს კიდე 9 წლის ბიჭი და მათ შორის დღეს ძალიან სერიოზული საინტერესო მეცნიერია მუშაობს უცხოეთში იქ უფრო დააფასეს ვიდრე ჩვენთან მისი ეს ხედვები და კიდე ერთი ბიჭი 9 წლის იყო საოცარი პიროვნება საოცრად კარგი ბავშვი და მიყურებს და ჩვენ საუბრობთ ამ ასტროლოგიაზე ძალიან კარგად ითვისებს ხედავდა ძალიან მიკვირს რომ 9 წლის ბავშვი ასე კარგად როგორ ითვისებს ამ ინფორმაციას და უცებ რაღაცაზე გაუჩნდა თვალი და ეს თვალი დაახლოებით მიყურებს აი აქ აი ამ ზონაში ეხლა ხედავ ამას და ვეკითხები რა ხდება რაზე გაგიჩნდა თვალი იცით რა აქ მარცხენა ყური არ გეფხანებათო ჯერო არა მეოთხარი რა შეასაქმე ცოტა ხანში იგზნობთო რაღაცა შეგაწუხებთო მანდო და მართლა ცოტა ხანში რაღაცამ შემაწუხა ნუ უნდა გაიარა ხო და მანდო ესეთი უარყოფითი ენერგია გაქვთო ეხლაო და ნუ ეხლა მოგჩვენდათ და მაშინ ეხლა
მშობელი ყავდა და რაღაცა მშობელი მეუბნება რომ არ ვიცი რა უკნავდა ეს რაღაცა ესეთ რაღაცებს ამბობს ხშირად და ექიმს ვაჩვენო თუ როგორ არა მეუთხარი არავითარ ექიმი დაუპან ბავშვს რა გადასწარავი ხედვა ეგ ის ხედავს ენერგიას დაენახა რომ აი აქ მარცხენა ყურთან უარყოფითი ენერგია რომ ეცეხა შემაწუხებს და მოხდა ესე ხო და ესე იგი პირიქით ამბავს მეცე ციგნები ნელ-ნელა განავითარეთ მისის სხვა შორის დამიჯერეს გააკეთეს და დღეს ესპანეთში არის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული პარაფსიქოლოგიური სკოლის და ჯგუფის ხელმძღვანელი ეგ ცხოვრობს და მუშაობს და არანახულად კარგი მონაცემები ჰქონდა ჯერ კიდევ 9 წლის ასაკში ამიტომ ძალიან საინტერესოა შეხვედრები ჰოროსკოპთან სხვა შორის დამიჯერეს რო არ დაეჯერებინა და ექიმთან მieყვანათ იქ მერე ნემსებს გაუკეთე 1000 საეზღრუბებს და დაეკარგებოდა ეს ხედვის ნიჭი ამიტომ ეს ურთიერთობები ძალიან საინტერესოა ყველას კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაიხადოთ ამ ინტერესისთვის რომელიც ავლენთ ასტროლოგიის მიმართ და კიდევ ერთხელ მინდა უთხრა მათ ვისაც ესეთი მერყევი მომენტი აქვს წავიდე არ წავიდე ღირს თუ არ ღირს ყველა ვარიანტში ღირს ამას თქვენ დარწმუნდებით ბოლოში და ინტროვერტების და ექსტრავერტების რეაქციებია საინტერესო. ესე იგი ინტროვერტებიც კი რომელიც საერთოდ ცდილობენ რომ ნაკლები ილაპარაკონ, არ გამოხატონ თავისი ემოცია ზედმეტად, ისინიც კი, ну აი მაქსიმალურად შეიძლება ერთი ფრაზით შემოიფარგლონ ბოლოში, მაგრამ ეს ერთი ფრაზა იქნება ისეთი, აი რომ ბევრ ექსტრავერტს აჯობებს და ახლა როგორც ერთ-ერთმა გომითხრა, გაოგნებული ვარ. მეტი არაფერი არ ვთქვია. მაგრამ ეს გაცილებით მეტი იყო ვიდრე სხვათა მხრიდან უფრო ესეთი მძაფრი რეაქციები. ეხლა მოდით ამიტომ ვისაც გაქვთ სურვილი პირადი ჰოროსკოპის შედგენისა, შეგვეხმიანეთ. შემდეგი ტელეფონის ნომრით 599 91 52 38. ვიმეორებ 599 91 52 38. შევადგინოთ თქვენი პირადი ჰოროსკოპი, ნახოთ თქვენი კოსმიური მისია და დავსახოთ გზები. რითიც თქვენ უფრო წარმატებული იქნები და მისიაში ასრულებდა იղბალის თქვენს მხარეს გადმოვა. ეხლა გავაგრძელოთ ჩვენ ესე იგი დღევანდელი პროგრამა, ჩვენ ვსაუბრობდით ყოველდღიურ ასტროპროგნოზზე და გავაგრძელოთ 31 ოქტომბრიდან, ანუ პარასკევი დღიდან. აქ ვიაქცევთ ყურადღება მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდს, პარასკევს დილის 10 საათიდან 16 წუთიდან დღის 15 საათამდე 47 წუთამდე. გასტანს იგი და აქ ბრძოლებს ქვეითად მოსწავლეებს სჭირდებათ ორმაგი ყურადღება, იმიტომ რომ აი ამ პერიოდში სწორედ ზედმეტად დუნდება ყურადღება, რაც შეიძლება გახდეს მიზეზი არასასურველი ამ დროს ტრავმებისა და ავარიებისა. რაც მათგან ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. და კონკრეტული და პრაქტიკული მოქმედებების დღეა პარასკევი, ილოცეთ, დალოცეთ ყველა. კარგი აქვს ცურვა, სუნთქვეთი ვარჯიშების ჩატარება, მაგრამ ზედმეტ სითხეს ნუ მიიღებთ, ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ. დაუგდეთ ყური უფროსი თაობის ქალბატონთან შორის დედათა რჩევებს. დაერდანით მხოლოდ რეალურ ფაქტებს და არა ფანტაზიებს, იმიტომ რომ ფანტაზიების ტენდენცია მოიმატებს. ნუ გადაღლით თვალებს და დიდხანს ფეხზე ნუ იდგებით, აქაც ჯობია იარო და გაითვალისწინეთ რომ როგორც პარასკევს, ასევე ხუთშაბათს იუმორს ყველა სათანადოდ ვერ აღიქვავს. ამიტომ შეიძლება ზოგიერთ თქვენს იუმორისტულ სიტყვას ან მძაფრი და არაადეკვატური ზოგჯერ რეაქციებიც მოყოს. რაც შეეხება ჯანმრთელობას, სუსტება, პარასკევს, ხედველობა, ნერვული სისტემა, ვენები, ლიმფური სისტემა და ტერფების ზონა. ოპერაციების ჩატარება ამათა მიმართებაში პარასკევს არ იქნება სასურველი განსაკუთრებული შემთხვევის გარდა. ყველაზე კარგია პარასკევი სასწორი ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულთათვის. რაც შეეხება შაბათ დღეს, ეს არის უკვე 1 ნოემბერი, აქ იყავით მეტად კანონმორჩილი. ნუ დაარღვევთ პარტნიორთა უფლებებს, კარგია ძველი ნივთებისგან განთავისუფლება, შესაძლებელი ალერგიულმა შეშუპებამ იჩინოს თავი, აკონტროლეს საკვების და სასმელის ხარისხი, ამიტომ და საკვებრაციონში მეტად შეიტანეთ ზღვის პროდუქტები. ამავდროულად აღნიშნოთ, რომ ამ პერიოდში ახალ ფეხსაცმელს ნუ ჩაისმევთ და ნუ იყიდით. ის მერე არ გამოგადგებათ ან მოგიჭერთ, ან სხვა საყის პრობლემებს შექმნის. მოვერიდოთ, ესე იგი შაბათს ანალიზების გაკეთებას, ეკოსკოპიას, ასევე ტერფების მასას და ახალი მშვენი საქმეების დაწყებას. აქ ტყუილების და ტყუილუბრალო დაპირებების ტენდენცია მაღალია. აი ეს გაითვალისწინოთ. მოვერიდოთ შაბათს და ასევე კვირას. ალკოჰოლურ სასმელებს ნახა. ცოტა დაუშვათ და ზომიერად კი ბატონო, მაგრამ ზედმეტი არა. იმიტომ რომ მე არაადეკვატურები გახდებით. მოვერიდოთ ნარკოტიკულ ნაერთებსა და ფსიქოტროპულ პრეპარატებს, ეს გამოიწვევს არაადეკვატურ რეაქციებს და არავითარი შაბათ-კვირა საიდუმლო საქმეები და სიყვარული. აქ ადვილად გამოაშკარავდება ნებისმიერი საიდუმლო და მე შეიძლება გახდეს სერიოზული კონფლიქტების მიზეზი. რაც შეეხება ჯანმრთელობას, სუსტება, ტერფები, მხედველობა, ნერვული და ლიმფური სისტემა.
ოპერაციების ჩატარება ამ ორგანიზმის მიმართებაში შაბათს არ ექნება სასურველი, ვიმეორებ განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. Ყველას კარგია შაბათი ქალწულის და მორიელის ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება კვირადღეს, გეომაგნიტურია, ამიტომ ცოტა ვიყოთ ყურადღებით, თუ რაღაც დისკომფორტს ვზნობთ, წნევას მიაქციეთ ყურადღება, შესაბამისი პროფილაქტიკა გამოიყენეთ. მიმართულება დაკარგული მთვარე ითხოვს ყურადღებას შემდეგ კვირას, უკვე ჩვენი გადაცემის შემდგომ დაიწყებს იგი ამოქმედებას 19 საათიდან 16 წუთიდან 19 საათამდე და 42 წუთამდე. ამ დროს მოდუნება ყურადღებისა შეიძლება გახდეს ზედმეტი მოდუნება ტრაუმატული რეაქციების ფაქტორი. ამიტომ ძღოლებს, ქვეითად მოსწორლებს ამ პერიოდში მართებთ ორმაგი ყურადღების გამოვლენა. და განგება შემდეგ კვირას ამოწმებს თქვენი გეგმების და ზრახვების სიმტკიცეს. რომელი გეგმაც არ ივარგებს და ვერ გახორციელდება, ესე იგი იმას უნდა თავი დაანებოთ. ნუაყვებით ზედმეტ სუნებებს და მავნე ჩვევებს, რომელთა ტენდენცია მაღალია და პარტნიორულ ურთიერთობებში საერთო გეგმების გამო შესაძლებელია კამათიც წარმოიშვას. ასევე აღნიშნოთ, რომ ამ პერიოდში ასევე უნდა მოვერიდოთ მაქსიმალურად საიდუმლო სიყვარულ საიდუმლო საქმეებს, არავითარი ალკოჰოლის სასმელები, ნარკოტიკული ნაერთების კონტროლებული პრეპარატები. ამის განეღავით შორს და არავითარი ახალი ფეხსაცმლის ჩაცვა, ფეხსაცმლის ყიდვა. ამისთვის არ ვარგა, მაგრამ დაიმახსოვროთ თქვენი სიზმარი. მას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოაყანო კვირის სიზმარზეა საუბარი. და ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ლიმფური და ნერვული სისტემა, ტერფები, თავი, გზნობათა ორგანოები. ყველას კარგია შემდეგი კვირა კუროს, კირჩხების, თხისქას და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. ეს შემდეგი კვირის ასტროპროგნოზია. ეხლა რაც შეეხება სხვა მშვენ მოვლენებს, პირობებში ვისაც აქვს განზრახული თმის შეჭრა. მათ საყურადღებო მინდა ვთქვა, რომ ყველას კარგი იქნება თქვენთვის 29 ოქტომბერი, 30, 31 ოქტომბერი და 2 ნოემბრის დღეები. ანუ 4 დღე გვაქვს საკმაოდ კარგი თმის შესაჭრელად, რაც უდავოდ კარგია. ვისაც საქმე აქვს ბიზნესთან, ფინანსებთან და ამ სფეროში მოღვაწეობს, აი მოდი ამშვიდობთ, რომ ეს პერიოდი, ანუ 27 ოქტომბრის და 2 ნოემბრის პერიოდი კარგია კონტაქტებისათვის გავლენიან პირებთან. აი, მოღონ მათ თქონდათ კარგი რეპუტაცია. მაშინ ეს კონტრაქტი მათთან იქნება ძალიან კარგი და სხვა შეშ თუ რაღაც იურიდიულ საკითხებს გადაწყვეტავთ, რომ ეს თქვენს ბიზნესთან არის დაკავშირებული, ესაც იქნება ძალიან კარგი. რაც შეეხება მოგზაურობას, ამ თვალსაზრისით მოდი ავუშვით, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც აქ 21 ოქტომბრიდან 17 დეკემბრამდე პერიოდში ეს ტრანზიტული მერკური მოძრავი სამჯერ შეხვდება ოპოზიციური ხაზით, ანუ 80 გრადუსიანი დაპირისპირება იქნება მერკურისა და ურანის შორის და ურანი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პლანეტაა. ამიტომ იყოთ ყურადღებით, მაქსიმალურად მივაქციოთ ყურადღება რა ტექნიკურ მდგომარეობაშია მანქანა, მარშრუტი რამდენად იცით, მეტი ყურადღება დაუშვათ გზაში, რათა აი სხვადასხვა სახის სირთულეებმა არ ეჩინონ თავი. და ამიტომ ყოველ შემთხვევაში 1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი საკმაოდ რთულია მოგზაურობის კუთხით და ვიყოთ მაქსიმალურად ასე ვთქვათ ფრთხილი. აი 2 რიცხვი ითხოვს კი განსაკუთრებულ ყურადღებას. მით უმეტეს თუ რაღაც ძველი ზედაპირია, განსაკუთრებული სიფრთხილე ამ თვალსაზრისით, ერთ სიტყვით ამ პერიოდში ყოველ შემთხვევაში აი ამ კვირაში თუ რაღაც განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, ან გადავდოთ ეს მგზავრობა, ან ვიყოთ ორმაგად ყურადღებით, შეიძლება ესე ვთქვათ. სასქესო პარტნიორულ ურთიერთობებს რაც შეეხება, აქ ეს პერიოდი კარგი არისთვის, მაგალითად, გადაწყვეტილების მისაღებად, რომ თქვენ დაუშვათ გინდათ ნიშნობა, გინდათ ქორწინება, დაუშვათ განცხადება შეიძლება დაეწეროს ამ შესაძლებლად რეგისტრაცია მოხდეს ქორწინების, ამ ხრივ პერიოდი უდაოდ კარგია და ვისაც აქვს სერიოზული განზრახვა, იმათთვის ეს დრო ნამდვილად კარგია. ამ თვალსაზრისით, ოღონდ ესეთ ქარაფშუტულ რომანებს ჯობია ადგილი არ ქონდეს, იმიტომ რომ ესენი საიწავლენ და მე როგორ დამთავრდებიან და რა ტკივილს მოგაყენებენ კაცმა არ იცის. ეხლა რაც შეეხება სხვა მშვენ მოვლენებს, აი ვისაც აქვს განზრახული მაგალითად კორონავირუსის დაწყება, მათ საყურადღებო მინდა აღნიშნო, რომ ყველაზე კარგი ჩვენ გვაქვს ამ კვირის განმავლობაში 28 ოქტომბრის დღე. ეს არის სამშაბათი. არ ვარგა 29 და 30 ოქტომბრის დღეები. დარჩენ დღეები საშუალო. ანუ თუ თქვენ კარგ დღეს ვერ ახერხებთ სამშაბათს, ხო, მაშინ გამოიყენეთ ნეიტრალური დღეები. არა 29 და 30, არამედ დანარჩენი დღეები კორონავირუსის დასაწყებად. ვისაც განზრახული სამსახურის შეცვლა. ყველას კარგია 28 და 31 ოქტომბრის დღეები.
და არ ვარგა 29 და 30 ოქტომბერი. დანარჩენი დღეები საშუალოა. სამსახურის შეცვლისთვის ყველაზე კარგია 28 და 31 ოქტომბრის დღეები. არც ერთი დღე სხვა ცუდი არ არის. დანარჩენი დღეები ნეიტრალურია. ხელშეკრულებების დასადებად ყველა ჯობია 27 და 28 ოქტომბერი. გამოვიყენოთ ასევე სხვათვის კარგი იქნება 1 და 2 ოქტომბრის დღეებიც და არ ვარგა 29 და 30 ოქტომბრის დღეები. ქორწინებისთვის ყველაზე კარგი იქნება 27 ოქტომბერი, შემდგომ 1 და 2, ანუ შაბათი კვირა დღეები ნოემბრისა და არ ვარგა ამისთვის 29 და 30 ოქტომბრის დღეები. ბინის ყიდვა გაყიდვისთვის, ახალ ბინაში გადასვლისთვის ყველაზე კარგია 28 და 31 ოქტომბრის დღეები და არ ვარგა 29 ოქტომბერი და 30 ოქტომბერი. მშენებლობის დასაწყებად სარემონტო სამუშაოებისთვის ყველაზე კარგი და ნაყოფიერი იქნება 31 ოქტომბრის და 1 ნოემბრის დღეები და ამისთვის არ ვარგა 29 ოქტომბერი და 30 ოქტომბრის დღეები. რაც შეეხება მსხვილ საკიდლებს, ყველაზე კარგი იქნება 30-31 ოქტომბრის დღეები და 2 ნოემბერი და ამ მხრივ არ ვარგა 28 ოქტომბრის დღე. დანარჩენი დღეები საშუალოა. სასამართლო პროცესების დასაწყებად ყველაზე კარგი იქნება 27 ოქტომბერი, 31 ოქტომბერი და 1-2 ნოემბრის დღეები. არ ვარგა ამ კუთხით 29 და 30 ოქტომბრის დღეები. ეხლა მოდი აღვნიშნოთ, რომ რადგან მზემ გადაინაცვლა მორიელის ზოდიაქოს ნიშანში და იქ იქნება 23 ნოემბრამდე, ესე იგი ახლა ჩვენ გვაქვს მორიელის დრო. და კოსმოსი სამყარო გარკვეულწილად განგება ითხოვს ჩვენგან რაღაც გარკვეულ მოვლენათა გათვალისწინებას, რათა ეს პერიოდი უფრო უკეთესი იყოს. მართალია ჩვენ წინ გვაქვს ყველაზე რთული პერიოდი 3-10 ოქტომბრის შუალედი, მაგრამ დარჩენი ოქტომბრის დღეები დარჩენი ნოემბრის დღეები ცუდი არ არის. მაგრამ რას ითხოვს სამყარო ჩვენგან და რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაღაც გვერდიაურო წყალქვეშადინებებს, წარმატება გავაძლიეროთ და ასე შემდგომ. მოდი აღვნიშნოთ, რომ პირველი ესე იგი გეგმები შეიძლება ისე ყოველთვის არც არ იმართოს ამ პერიოდში ყოველ შემთხვევაში 23 ნოემბრამდე როგორც ჩვენ ეს გვინდა. ზოგიერთი შეიძლება ისე დაიშალოს, ან ისე გაქრეს, რომ შეიძლება რაღაც კონკრეტული მიზეზიც კი ვერ იპოვოთ ამის. ამიტომ ამისთვის ამდაგვარი ტენდენციები აუცილებელი არ არის, მაგრამ ალბათობა არის მათი მაღალი. აი შეიძლება მაგალითად უცებთ თქვენ ფირმა ვერ დაარეგისტრიროთ, 1000-ნაირი პრობლემა შეექმნას უცებ. 1000-ნაირი საბუთი გახდეს საჭირო, რასაც სულ არ ელოდებოდი და ამდაგვარი ტენდენციები, რამაც შეიძლება ცოტა ასე ვთქვათ დისონანსი შემოიტანოს. აი ამ ხრივ მიაქცევთ ყურადღებას, იგი რა უნდა გქონდათ? ამ შემთხვევაში ასე ვთქვათ, თუ არის შესაძლებლობა გამოსწორებისა, კი ბატონო, თუ არა და ეს მოვლენა მიიღეთ, ეს მოვლენაა, რომელიც თქვენ გამოსტის წინაშე გაგანებთ. აბა ამ სირთულეს როგორ გადაიტანთ? გახდებით აგრესიული, ყველას დაცოფავთ და საკუთარ თავსაზნაურებს მოუშვით, თუ შვიდად წყნარად თამბეურულად გადაწყვიტავთ ამას, ან უბრალოდ მიიღებთ და სხვა პერიოდისთვის გადადებთ. ანუ ადაპტირება, სწორი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა მოდი აღვნიშნოთ, რომ ასევე არის გამორიცხული, რომ ურთიერთობა, როგორც პირადი, ასევე მეგობრული, ასევე საქმიანი შეიძლება უცაბედად გაწყდეს. ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად მიმარაგება, ესეც აუცილებლობას არ წარმოადგენს, მაგრამ ალბათობა მაღალია. მორიელის პერიოდი არასოდეს ადვილი არ არის. მორიელი თვითონ საკმაოდ რთული ნიშანია, მას მართავს მარსი, ომის და აგრესიის მმართველი პლანეტა და მართავს პლუტონი, ერთ-ერთი დამანგრეველი პლანეტა და ამიტომ როცა მზე გადის მორიელის ზოდიაქოს ნიშანს, აი ეს უახლოეს პერიოდი 23 ნოემბრამდე, გარკვეულ სირთულეებს ყოველთვის მოიტანს იგი და გახსოვთ თქვენ ნოემბერი იგივე დავუშვათ საქართველოში სულ იყო რაღაც გამოსვლები, პერმანენტული პროტესტები და ასე შემდგომ. ეს მორიელის პერიოდი ამიტომ ყოველთვის გარკვეულ სირთულეებს წარმოადგენს. უბრალოდ ეხლა ცოტა პოზიტიური ენერგოველი გვეხმარება, თორე ესეც რო არ ყოფილიყო, გაცილებით რთული იქნებოდა. და ამიტომ მოდით აღვნიშნოთ, რომ აი შეიძლება ესეთი ურთიერთობები მით უმეტეს უცაბედად დაიშალოს. ყველა წრემა შეიძლება რაღაც დესტრუქციული მექანიზმი ჩართოს. ამიტომ მაქსიმალურად გავუფრთხილდით ერთმანეთს, თქვენს სიტყვებს, სარკასტულ გამოთქმებს, წყენას და ასე შემდგომ, რათა ამას არ მოყვეს მერე პრობლემები. თუ ამ პერიოდში შვიდად გაევლიდა, რომც მოხდეს აქ რაღაც დაშორება, მერე შეიძლება თუ აქ რაღაც ძალიან არაწყენეთ იმ ადამიანს, მერე შეიძლება დაგიბრუნდეთ უკან. კიდევ რა შეიძლება იყოს, მაგალითად, ძველმა გადაუწყვეტმა პრობლემებმა, ძველმა ვალდებულებებმა, შეუსრულებელმა, ძველმა ვალებმა,
აქ შეიძლება იჩინონ თავიანთ ისეთი ადამიანები, რომლებიც დიდხანს დაკარგულები იყვნენ თქვენი არეალიდან, ახლა უცებ შეიძლება გამოჩნდნენ. და ამიტომ გაითვალისწინეთ, თუ არ შესაძლებლობა ურთიერთობების რეანიმაციისა, კი ბატონო წადით თუ არა და მაშინ აუხსნით რა როგორ და დასვით ბოლო წერტილი. მოდი ასე ვთქვათ, აი ამ მხრივ აი ეს პერიოდი ამ თვალსაზრისით უდავოდ კარგია. და კიდევ მოდი ავნიშნოთ, აი აქ ძლიერდებიან ფარული მტრები. ჭორები, ინტრიგები, ყველა სახის მამაძაღლის კატეგორიის ადამიანები, რომლებიც ეცდებიან თქვენს მოტყუებას, ან თქვენს თავის შეცოდებას თქვენდამი, აქ ნუაყვებით ამ სტუნებებს და მათ მოქმედებებს, არა. მეტუმეტად ძალიან ბევრი ავანტიურისტი გამოჩნდება, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ აი ხო გინდათ ფული შოვნა, აი ნახეთ რა კარგი იდეა, პროექტი, რა კარი შესაძლებლობა, არ დაიჯეროთ ეს ყველაფერი საფნის ბუშტივით გასკდება და მე დიდ უსიამოვნებებს მოგიტან და უფრო მეტიც თქვენი ფული შეიძლება აბსოლუტურად უაზროდ დაიხარჯოს. როგორც გამოჩნდნენ ესეთი ადამიანები, ასე უცებ გაქრებიან. თუ თქვენ ფულთან ერთად. ამიტომ არავითარი ხა მე ვიცი ბევრი ადამიანი გულმოწყალია და როცა მას რაღაცას თხოვენ, აი ეს ყველაფერი აქ მოიმატებს. ნუ აყვებით ამას. აქ ეცდებიან თქვენი გულის საჩუქებას, რომ თქვენი შეიცოდოთ და ასე შემდგომ და მე დაემშვიდობეთ მასაც, მის პროექტებსაც და და თქვენ ფულსაც. კოლეგებთან, პარტნიორებთან იყავით ასევე ყურადღებით, იმიტომ რომ მათ შეიძლება ზოგადად რომ გამოიყენონ თქვენი სუსტი წერტილები საკუთარ ინტერესებში. ამიტომ ზედმეტად ნუ გაიხსნებით მათთან და მithumetes საიდუმლო ინფორმაციას ნუ გათქვავთ. და ყველა სახის ასე ვთქვათ ინტრიგებს, სამსახურო ინტრიგებს მაქსიმალურად ამისგან თავის შორს დაიჭირეთ. ჯანმრთელობა შედარებით სტაბილურია. მაგრამ ნუ ახლა ესეთ სეზონურმა გაცივებებმა კი დრო შეიძლება იჩინონ თავი, მაგრამ ესეთ განსაკუთრებული არაფერი. ოჯახში როგორ იქნება ამინდი, ეს მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. აქ ახლა ცოტა შეიძლება ასე ვთქვათ გაღიზიანება მოიმატოს ოჯახის წევრებში. რაც მეტად თქვენ მათი გაღიზიანების მიმართ გეკნებათ უფრო სტაბილური დამოკიდებულება და არ აყვებით. დაუშვათ აქ რაღაც სიტყვაზე გამოკიდებას და ასე შემდგომ, მაშინ უფრო მშვიდი იქნება ეს სიტუაცია. ამიტომ მოდი ასე ვთქვათ, და მithumetes ძველ რაღაცებს ნუ გავხსენებთ ერთმანეთს. თორე ეს ძალიან დაძაბავს ამ ურთიერთობებს. რაც შეეხება ესე იგი ვარჯიშები ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში. აგათ ხერხემალთან დაკავშირებული ვარჯიშები, წელთან დაკავშირებული მოძრაობები, ეს ყველაფერი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, კარგი პრესის ვარჯიშები იქნება ძალიან კარგი. და აქ ავნიშნოთ, რომ სირბილი ყველაზე ნაკლებად ახლა. არა, აქ უფრო უკეთესია სხვა სახის ვარჯიშების ჩატარება, ვიდრე სირბილი. აი მაგალითად აბანო ბოდის ვიხდი საუნა აი ამ პერიოდში ეს იქნება კარგი ოღონდ ახლა ზედმეტობის გარშე თავისთავად ხო აი მაგალითად არომათერაპია იქნება ძალიან კარგი და ნერვულ სისტემისთვის დამამშვიდებელი ფაქტორი კვების კუთხით მოდი ავშოთ რომ აი მაგალითად ახლა ძროხის ხორცი წამოწეულია უკვე წინა პლანზე. კარგი ასევე რა ქვია ბოსტნეულის, ხილის, მათ შორის ბანანის მიღება, მაგალითად წითელი ფერის ვაშლი იქნება ძალიან კარგი, მსხალი იქნება ძალიან კარგი. აქ შეგვიძლია ჯემის გამოყენება კარგია, ბრინჯის გამოყენება ასევე იქნება კარგი. ნაკლებად, ყველაზე ნაკლებად მარილიანი საკვები. მათ შორის მჟავეული. აი ეს შედარებით ნაკლებად ამ პერიოდში. და თუ თქვენ დაუშვათ აპირებთ ავსტრალიაში ან ახალ ზელანდიაში წასვლას, არ გირჩევთ 23 ნოემბრამდე მაინც. აქ იქნება რაღაც უსიამოვნებები. აი დანარჩენი ქვეყნები კი ბატონო, მაგრამ ავსტრალია და ახალ ზელანდია სამოგზაუროდ 23 ნოემბრამდე არ ვარ გამიტომ კატეგორიულად ამას უსვავთ ჩვენ ხაზს. ეხლა სხვა მშვიდობიანი მოვლენები, რომელიც გასათვალისწინებელია საფინანსო კალენდარს რაც შეეხება. ესე იგი, აღნიშნოთ, რომ იცით თქვენი ისეთი კალენდარი, რომელსაც თქვენ შეგიძლიათ გარკვეული მოქმედებით მოიზიდოთ ფინანსური ენერგია ეგრეგორი, ან განიზიდოთ იგი და ფინანსების დაკარგოთ. აი რა მოქმედებები უწყობს ამას ხელს. აი მაგალითად, ხვალ 27-ში სხვის საფულეში ნუ შეხედავთ, თორე თქვენი საფულედან წავა თანხები. 28-ში ოქტომბერს ეს არის სამშაბათი დღე, კარგია ფულის ვალში გაცემა აღება, კრედიტის გაფორმება, ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება, მაგრამ საკუთარ ფულს ნუ გადაითვლით და ინვესტიციებსაც მოვარიდოთ. 29 ოქტომბერს კარგია კაპიტალდაბანდება, მithumetes კარგად მოფიქრებული თუ არის, ვალის დაბრუნება, მაგრამ საიუველირო ნივთებს 29-ში ნუ შეიძენთ. ეს ზედმეტად თანხებს წაიღებს მერე თქვენგან. 30 ოქტომბერს კარგია საფულის შეძენა, სარკის შეძენა, ეს გაძლიერებს თქვენს ეგრეგორს ფინანსურს. 31 ოქტომბერს კარგია კარგად მოფიქრებული კაპიტალდაბანდება, მაგრამ არ ვარგა ვალის დაბრუნება და ძვირფასეულობის
ლომბარდში ჩადება. 1 ნოემბერს შაბათს კარგია საფულის შეძენა და საიუველირო ნივთების, ეს გაძლიერებს ასევე ფინანსურ ეგრეგორს, ხოლო 2 ნოემბერს კვირას კარგია მოფიქრებული ოღონდ კარგად კაპიტალდაბანდება, ფულის ვალში გაცემა აღება და ასევე ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება, გარკვეული ინვესტირება, კი ბატონო. მაგრამ სხვის საფულეში ნუ ჩაიხედავთ. ეს თქვენი საფულიდან წაიღებს შემდგომ ზედმეტ თანხებს. აი ამას მეექცევთ ყურადღება. რაც შეეხება ანგელოზის დროს, პირველ რიგში ეს ის პერიოდი, რომელშიც თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ფარველ ანგელოზს თქვენ თხოვნით და თუ იმსახურებთ ამ თხოვნის რეალიზაციას, ის რეალიზდება თუ არა და არა. 27-ში, ანუ ხვალ 15 საათიდან 10 წუთიდან 16 საათამდე 5 წუთამდე ამ პერიოდის მონაკვეთში შეგიძლიათ მიმართოთ ფარველ ანგელოზს და რამდენ ხნით მიმართავთ იქ 9 წუთით თუ 9 საათით, ეს თქვენი ნება. აქ შეგიძლია ილოცოთ ასევე ამ პერიოდში და აი ამ პერიოდში, ესე იგი 28-ში სამშაბათს 19 საათიდან 12 წუთიდან 20 საათამდე 3 წუთამდე ანგელოზის დრო, 29 ოქტომბერს 4 შაბათს დღის 11 საათიდან 14 წუთიდან დღის 12 საათამდე 5 წუთამდე გასტანს იგი, 30-ში დილის 9 საათიდან 40 წუთიდან დილის 10 საათამდე 35 წუთამდე, 31-ში 18 საათიდან 19 საათამდე შემდგომ უკვე პირველში დილის 9 საათიდან 45 წუთიდან დილის 10 საათამდე 37 წუთამდე და 2-ში 13 საათიდან 16 წუთიდან 14 საათამდე 12 წუთამდე. ეს არის ანგელოზის დრო. ეხლა ჩვენი საეთერო დრო ფაქტობრივად ამოიწურა, ხვალ დილით ჩვენ ახლა ნუმეროლოგიაზე ვერ ვასწრებთ საუბარს, რაც დავიწყეთ წინა გადაცემაში და გავაგრძელებთ ამას შემდეგ გადაცემაში და ეხლა აღვნიშნოთ, რომ ხვალ დილით, ესე იგი ტელეკომპანია კავკასიის ეთერში დილით 11 საათზე კიდევ ერთხელ ნახავთ ამ გადაცემას, დაიდება იგი YouTube-ზე, Facebook-ზე, აქაც ნახავთ ამ გადაცემას და ხვალ დილით ჩვენ შევხვდებით ტრადიციულად 15 წუთი 8 კლიათ 9-ს ტელეიმედის ეთერში, შემდეგ განავსვლებთ 10-20 წუთზე რადიო იმედის ეთერში და მერე უკვე დილის 10 საათზე პოსტივის დილის გადაცემაში შევხვდებით ერთმანეთს, ასევე ხუთშაბათს შევხვდებით დილის 9 საათზე პოსტივის დილის გადაცემაში, ხოლო პარასკევს რუსთავი 2-ის დილის გადაცემაში 9-ის 15 წუთზე. გვექნება შეხვედრა ამის გარდა, სკოლა გაზეთი ასოვალ ჟურნალი თბილისელები ხვალინდელი ორშაბათის მოგაზრდიან ასევე ასტროლოგიური ინფორმაცია შენს მიერ მოწოდებულს და რადიო ფორტუნა ყოველ დილით დაახლოებით 10-15 წუთი 8 კლიათ 9 საათს 11-ს ამ დროს გასვით ინფორმაციას ასევე ჩემს მიერ მოწოდებულს იმ კვირის და დღის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ. ამ ინფორმაციით იქნებით გაფრთხილებული, შეარაღებული და წარმატებული. მე გისურვებთ ყველას წარმატებას და ბედნიერ კვირას. ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.